19 დეკემბერს მომხდარი შემზარავი დანაშაულის სასამართლო განხილვა გრძელდება ქმარშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული საქმეზე ნაფიც მამსაჯულებმა დღეს მაგდა პაპიძის დედამთილს მოусმინეს. დარეჯან მიდიკაური რძალის ბრალეულობაში დარწმუნებულია და მისთვის უბადო პატიმრობის მისჯას ითხოვს. მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა პაპიძეს 5 წლის შვილზე ფიზიკურ ძალადობაშიც ადანაშაულებს. ასე მიმართა დარეჯან მინდიკაურმა ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ რძალს მაგდა პაპიძეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე. საქმის არსებით განხილვაზე ბრალდების მხარის მხრიდან დაკითხვის შემდეგ კითხვები დედამთილს თავად ბრალდებულმა დაუსვა. მაგდა ან ფეხით გაიქცევა ამ დაწყევლილი ციხიდან. მაგდა არაფრისთვის არაპირებს ბრძოლას. ხალხო თვითმკვლელი როგორ დავიქვა, საბოლოოდ სატანას როგორ ჩაუბარდე. არაპირებს მაგდა სიყვარულისთვის სიცოცხლეს გაიგეთ. მაგდას არაფერი აღარ აქვს დარჩენილი. სასამართლო პროცესზე გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის დედამ შემთხვევის დღე 20 დეკემბერი გაიხსენა და ისაუბრა როგორც საკუთარ, ისე ბრალდებულის ქმედებებზე. დაკითხვისას რძალ დედამთილს შორის შელაპარაკება მოხდა. დარეჯან მინდიკაურმა მაგდა პაპიძისათვის სამუდამო პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. მოვითხოვ იმას, რომ სამუდამოს მოვითხოვ ამის თანამკრებელმა, რომელმაც თავისი 5 წლის შვილი თავისი ხელით გაგუდა. რა დაინახე, რომ ჩემი ხელით გავგუდე, რა დაინახე, რომ ანომარის რამე გაუკეთე. მაგდა პაპიძე პროცესზე ბრალდებული მაგდა პაპიძე შეუძლოდ გახდა მას შემდეგ, რაც დედამთილმა ის 5 წლის შვილის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. თორნიკეს დაზიანება ქონდა ფეხზე, მაგრამ რომელ ფეხზე ვერ აღვიდგენ, მუხლის ზევიდან შრამი, რომელიც მაგდამ მიაყენა მაკრატლით. 7 საათი რო გეწყობ, კუდრები მაშინ ცუდად სატანა. საქმის არსებითი განხილვა ხვალ დილის 10 საათზე მოწმეების დაკითხვით განახლდება.